აი ახლა ამ წამს საკუთარ შვილს რომ ეფერები, საკუთარი შვილი რომ დააძინე და რომ უყურებდი და ტკბებოდი მისი ჯანმრთელობით, მისი სილამაზით, მისი სინაზით და შუბლზე რომ აკოცე. აი მაგის პარალელურად კანცელარიასთან მშობლები არიან, ტირიან, მოსთქვამენ და თავიანთ ცოცხალ შვილებს დასტირიან, რომ არიციან ხვალინდელი დღე გაუთენდება თუ არა იმ დაავადების გამო, რომლის განსაკურნებელი წამალიც უკვე გამოგონილია, მაგრამ საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება რატომღაც ჯიუტობს და არ შემოაქვს ეს წამალი. იმიტომ რომ მომავალში შესაძლოა სხვა დაავადებების მქონე ბავშვების მშობლებმა მიმართონ დასახმარებლად. აი ახლა დგანან ეს გამწარებული მშობლები, ოჯახის წევრები და მოითხოვენ წამალს. 21 დღეა, დღეს 22 დღე დაღამდება, სადაც ათენებენ და აღამებენ ეს ადამიანები, მათთან ერთად ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ყველა ის ადამიანი, ვისაც შეუძლია და ასევე გამოხატავენ სოლიდარობას და მადლობა მათ, გმირები არიან აბსოლუტურად ყველა ის ადამიანი, რომელიც იქ არის. და შენ, აი ამ დრომდე ხმა არ ამოგიღია. ხმა არ ამოგიღია, იმიტომ რომ გაქვს ბიზნესი და გეშინია რომ არ წაგართვან. მაგრამ არ გეშინია შენი ღირსების და ადამიანობის წართმების, რომელიც უკვე დაკარგე. თუმცა არც არასდროს არ გქონია რომ დაგეკარგა. აი ახლა შენ პოლიტიკოსი რომ გქვია და საკრებულოს თუ პარლამენტის დეპუტატი რომ ხარ. აი შენ საჯარო მოხელე რომ გქვია და სხვადასხვა აიპებში თუ სიპებში და ასევე სხვა სამსახურებში რომ მუშაობ და ხმას ვერ იღებ იმის გამო რომ არავინ გაგაგდოს იქიდან. რადგან რასაც ამბობს ხელისუფლება, შენც აი იმ მესიჯ ბოქსზე ზიხარ. აი შენ მასწავლებელო თითქოს მრავალი ბავშვის გამზრდელო. თუმცა ამ საქმეში აღზრდა არის მთავარი. თორე გაზრდით ცხოველიც იზრდება. აღმზრდელობით პროცესში რომ ხარ თითქოს ჩართული და რას ასწავლით მაგ ბავშვებს ვერ ხვდები. კონფორმიზმიდან რომ არ უნდა გამოვიდნენ და სხვისი ჭირი, ღობეს ჭირი რომ არის, მაგას ასწავლით? თუ იმას ასწავლით, რომ ყველა ადამიანში თითო ადამიანი შეიძლება მოიძებნებოდეს და თითოში ყველა, როგორც ამას ილია ჭავჭავაძე ამბობდა. რას ასწავლით? მასწავლებლებო, როგორ არ გწყვენიათ, ხმას როგორ არ იღებთ? თუნდაც მაგ ბავშვების მასწავლებლები, მან რატომ არ გახართ? ხმას როგორ არ იღებთ? ექიმები, იურისტები. აქ ცალკეულ ადამიანებზე არ არის საუბარი, იქ დგანან ამ პროფესიის ადამიანები და ყველაზე დიდ როლს ჟურნალისტები იღებენ აი ამ პროცესებში. როგორ არ გწყვენიათ, უბრალოდ გლეხებო, უბრალოდ სოფელში მაცხოვრებელო ადამიანებო. ერთი პოსტი ხომ შეიძლება მიუძღრო და თქვათ რომ წამალი ბავშვებს და შავი მიწა ამ ეგრეთ წოდებულ მთავრობას, მაგრამ თქვენ დაკარგეთ ღირსება, როგორც წეგან თქვი, თქვენ არაფერიც არ დაგიკარგავთ, რაღაცა უნდა გქონდეს რომ დაკარგო. თქვენ არც არასდროს არ გქონიათ და არც არასდროს არ გექნებათ, იმიტომ რომ თქვენი ერთი ადგილის უფრთხილდებით და მხოლოდ გაინტერესებთ თქვენ სახლში რა ხდება. ღმერთმა დაგიფაროთ. აბსოლუტურად ყველა, ჩვენი მტრების შვილებიც კი ცოდვები არიან, ღმერთმა დაიფარონ ბავშვები. ბავშვი ყველაზე უცოდველია. და ამას ყველა ის ადამიანი მიხვდება, რომელსაც შვილი ჰყავს. აი თქვენ ხართ ღირსები იმისა, რომ იგივე განიცადოთ, რასაც აი ამ ბავშვების მშობლები განიცდიან და თავად ეს ბავშვები განიცდიან. მრცხვენია, რომ მე თქვენი თანამოქალაქე მქვია. და მრცხვენია, რომ იმ საზოგადოებაში მიწევს ცხოვრება და არსებობა, სადაც თქვენ ცხოვრობთ.